გავიაროთ ჰერმეტიზმისა და საკუთარი თავის შეცნობის უნიკალური ფორმულები. ფრანც ბარდონის ეზოთერიული წიგნის მიხედვით. ინიციაცია ჰერმეტიზმში. ფრანც ბარდონი წარმოადგენს მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ცნობილ ოკულტისტს და მაგს. ძირითადად იგი ცნობილია 4 წიგნის წყალობით, რომლებიც 1950-იან წლებში გამოიცა. მისი მუდმივი მიზანი იყო მიეცა მოსწავლისათვის უფრო სრული და შეძლებისდაგვარად სრულყოფილი მაგიური ინსტრუქციები, რომლებიც მისაწვდომი იქნებოდა ოკულტური ლოჟებისა და პირადი მასწავლებლის გარეშეც. სატურნის საძმო. ბარდონი მტკიცედ იცავდა შეხედულებას, რომ იგი არ იყო რომელიმე მაგიური საზოგადოების ან ორდენის წევრი. თუმცა ზოგიერთი წყარო მიუთითებს, რომ სინამდვილეში იგი სატურნის საძმოში შედიოდა, ცნობილ ოკულტურ საზოგადოებაში, რომელიც გერმანიაში მე-20 საუკუნის პირველ 10 წლეულებში ყვაოდა. ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლასთან ერთად მათ მიერ დახურულ იქნა ყველა მასონური, რელიგიური თუ ოკულტური ორგანიზაცია. მათ შორის მოექცა სატურნის საძმოც. მაგრამ იგი ისევ აღდგა 1950 წელს. მიუხედავად ამისა, არ შემიძლია დაზუსტებით განმაცხადო, რომ ბარდონი ამ საძმოს წევრი იყო. თუმცა ბარდონი აღიარებდა სექსუალური მაგიის ძლევამოსილებას და ეფექტურობას. იგი მაინც მტკიცედ ათქმევინებდა უარს თავის მოსწავლეებს მსგავს რიტუალებზე მანამ, სანამ ბოლომდე არ ჩაწვდომდნენ მის მნიშვნელობას. საოცარი წიგნი სულებთან ურთიერთობის შესახებ. ამ წიგნის შესავალში ბარდონი მიმართავს მკითხვას. ის, ვისაც იმედი აქვს, რომ ამ ნაწარმოებში იპოვის მხოლოდ რეცეპტების ნაკრებს, რომლის მეშვეობითაც შეძლებს ადვილად ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მოიპოვოს პატივი, დიდება, სიმდიდრე და ძალაუფლება, ან შეეცდება გაანადგუროს თავისი მტრები და იმედგაცრუებულმა დახუროს ეს წიგნი. მრავალი სექტა და სულიერი მიმართულება ხედავს ცნებაში მაგია სხვას არაფერს გარდა ჯადოქრობისა და ბნელ ძალებთან კავშირისა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ცალკეულ ადამიანებს მხოლოდ სიტყვა მაგიაც კი შიშს გვრის. სხვადასხვა ჯურის ილუზიონისტები და შარლატანები არანაკლებ უწყობდნენ ხელს იმას, რომ მაგიური ცოდნის ცნებისადმი უმეტესწილად ყოველთვის აგდებულად იყვნენ განწყობილნი. სიტყვა მაგია მომდინარეობს სიტყვიდან მაგი. უძველეს დროში მაგები უმაღლეს ხელდასმულებად ითვლებოდნენ. ეგრეთ წოდებული ჯადოქრები არ წარმოადგენენ ხელდასმულებს, არამედ ბაძავენ მისტერიებს და იყენებენ უმეცრებას, ცალკეული ადამიანების ან ხალხების ბრმად მინდობას, რათა მოტყუებით მიაღწიონ თავის ეგოისტურ მიზნებს. ჭეშმარიტი მაგისთვის ასეთი გამოცდილება სრულიად უცხოა. სინამდვილეში მაგია წმინდა ცოდნაა. მაგია ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით ცოდნათა ცოდნას წარმოადგენს, რადგანაც იგი გვამცნობს საყოველთაო კანონებს და გვასწავლის მათ გამოყენებას. გამოიწერე კოდის YouTube არხი.